საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოფონდის დირექტორმა ჯამელ გულიევმა 1908 წელს გადაღებული ბაქოს ნავთობ ჭაბურღილების კინოკადრები გადასცა, რომელიც სავარაუდოდ ვასილ ამაშუკელმა დააფიქსირა. კადრების ელექტრონული ვერსია კინოფონდის ხელმძღვანელმა ქართული მხარის თხოვნით ერთწლიანი ძიების შემდეგ კერძო კოლექციონერთან მიაგნო. ბაქოს ნავთობ ჭაბურღილების კინოკადრები ეროვნული არქივის კინოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში შეინახება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. წელს გახლავთ ვასილ ამაშუკელის დაბადებული 125 წელი, აქედან გამომდინარე ეროვნული არქივი ძალიან აქტიურად ემზადებოდა ამ თარიღისთვის და ჩვენ განვაახლეთ დოკუმენტების ძებნა, რომელიც საქართველოში არ ინახებოდა, მაგრამ გადაღებული იყო და უკავშირდებოდა ვასილ ამაშუკელს და სწორედ წელს ეხლა აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოფონდის ხელმძღვანელობამ ჩამოგვიტანა კადრები, რომელიც გადაღებული არის აზერბაიჯანში 1908 წელს და სავარაუდოდ მათი ავტორი გახლავთ სწორედ ვასილ ამაშუკელი. Как всем известно, Василий Амашукели очень долгие годы. Ყველასთვის ცნობილია, რომ ვასილ ამაშუკელი წლების განმავლობაში მუშაობდა ბაქოში და იღებდა კადრებს. დიდი ხანი ვეძებდით ამაშუკელთან დააკავშირებულ კინომასალებს და მოგვეცა საშუალება მის მიერ გადაღებული კადრები გადმოგცეთ საქართველოს ეროვნულ არქივს. ეს კადრები დაამშვენებს როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს ეროვნულ არქივს.